მოგესალმებით. დღეს მზია ამაღლობელზე ვილაპარაკებ. უფრო სწორად, მზია ამაღლობელის ფენომენზე. აქვე ვიტყვი, რომ მინდა გამმარტო ეს სიტყვა ფენომენი. ფენომენი ნიშნავს არაჩვეულებრივ გამორჩეულ იშვიათ მოვლენას. მზია ამაღლობელს იმდენი წელია პირადად ვიცნობ, რომ გახსენებაც კი მიჭირს სადაროდის შევხვდით პირველად. აღვიქვამდი თუ არა მას თავიდანვე ფენომენად, ესე იგი არაჩვეულებრივ და გამორჩეულ მოვლენად. არ აღვიქვამდი და ალბათ ორი მიზეზის გამო. პირველი მიზეზი ის არის, რომ მზია ძალიან მოკრძალებული ადამიანია. ჩვეულებრივ ცხოვრებაში რომ ეკითხათ მზია ამაღლობელზე რა სიტყვიო, ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი პიროვნება, კეთილი, მზრუნველი, საქმის და ადამიანების ერთგული, პრინციპული და ამ პრინციპულობის გამო მამაცი. ალბათ მზიას აღწერას ამით დავასრულებდი. რაც ვთქვი, იმას ფენომენად არ აღვიქვამდი, იმ მეორე მიზეზის გამოც, რომ მზიას ყოველთვის ვხედავდი სხვა ადამიანის, მისი მეგობრის და თანამებრძოლის ეთერ თურაძის გვერდით. როგორც ჟურნალისტი, ეთერი უფრო აქტიურია, მაგრამ როგორც ადამიანი, ზუსტად ისევე სწორად, პრინციპულად და მამაცად ემსახურება პროფესიას, როგორც მზია. ამიტომ ჩემთვის მზია და ეთერი ყოველთვის ერთ ფრონტზე იყვნენ. თუმცა მათი მეგობრობა, მათი საქმიანობა ნამდვილად იყო ჩემთვის ფენომენი, განსაკუთრებით დანარჩენი ხშირად მოყალყალე მედიის ფონზე. ეთერმა და მზიამ დიდი პროფესიული ბრძოლები გადაიტანეს ჯერ ასლან აბაშიძის, შემდეგ მიხეილ სააკაშვილის და ბოლოს კი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო. ეს უკვე ბევრმა ადამიანმა გაიგო. თუმცა მედია ორგანიზაცია, რომელიც ყველა ხელისუფლებას ერთნაირად აკრიტიკებდა, არც რომელიმე გამარჯვებულ მატარებელს შეხტომია, არც ეიფორიაში ჩაძირულა და არც ცდუნებას აყოლია, თანაც ყველა ტალღას გაუძლო და დღემდე ცოცხალია, პირადად მე საქართველოში არ მაგონდება. რა თქმა უნდა, როცა ამას ვამბობ, მახსოვს რადიო თავისუფლება, სადაც თვითონ მუშაობდი და სადაც პირადად გამომიცდია, რომ პროფესიული თავისუფლება და სარედაქციო დამოუკიდებლობა უბრალოდ უზენაესი ღირებულებებია. მაგრამ ჩემი აზრით, რადიო თავისუფლება არასდროს ყოფილა ისეთი მწვავე და კრიტიკული. არასდროს გამოუქვეყნებია ისეთი ჟურნალისტური გამოძიებები. მისი ჟურნალისტები არასდროს დამდგარან იმგვარი სასიცოცხლო რისკის პირისპირ, რაც ყოველი ხელისუფლების დროს ეთერ თურაძისთვის და მზია ამაღლობელისთვის უბრალოდ ცხოვრების წესი იყო. როდესაც 2009 წლის ბოლოს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეიქმნა, ქარტიის საბჭოს პირველ თავმჯდომარედ ჟურნალისტებმა ფარული კენჭისყრით ერთხმად აირჩიეს ეთერ თურაძე. ეს იყო გაზეთ ბათუმელების ღვაწლის პირველი დიდი, უკვე ოფიციალურად დადასტურებული აღიარება პროფესიულ წრეში. თუ არსებული რეჟიმის პირობებში, რომელსაც ვიცით, რომ რეპრესიები არ უჭირს, ხელისუფლებას რომელიმე ჟურნალისტი უნდა დაეჭირა და ციხეში წლობით გამოემწყდია, ჩემი ღმარწმენით, ყველაზე ბუნებრივი და ლოგიკური იქნებოდა, რომ ეს ან ეთერ თურაძე ყოფილიყო, ან მზია ამაღლობელი. იმიტომ, რომ გაზეთ ბათუმელებზე უფრო სისტემური, მართალი და კვალიფიციური მედია ოპონენტი რეჟიმს არ ჰყავს. ქართული მედიის ნამუსის დაცვასაც, რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთ და ყველაზე ღირსეულად სწორედ მზია და ეთერი შეძლებდნენ. ამას იმიტომ ვფიქრობდი, რომ მრავალი გამოცდის ფონზე ამ ორი ადამიანის პროფესიული ავტორიტეტი ყოველთვის იყო და არის უმაღლეს თამასაზე. რა არის ჩემთვის მთავარი ნიშანი, რაც მზიას ფენომენს ქმნის, ანუ მზიას პიროვნებას დღეს უნიკალობას ანიჭებს. ეს არის ის, რომ მზიას მორალური შეცდომის დაშვება უბრალოდ არ შეუძლია. ყოველდღიურ ცხოვრებაში, თქვათ, ოჯახურ ტრაგედიებში, რთულ პროფესიაში, მაგრამ საკუთარ გარემოში ეს ესე მკაფიოდ არ ჩანს. თითოეული ჩვენგანი საკუთარ ცხოვრებას გადის და წინასწარ
არავინ იცის როგორ მოიქცევა ნამდვილად კრიზისულ სიტუაციაში და სწორედ კრიზისულმა სიტუაციამ წარმოაჩინა და დაადასტურა ის რაც ჩვენ ინტუიციურად უკვე ვიცოდით ჩვენ ვინც მზიას კარგად ვიცნობდით რომ მისი ქცევა უშეცდომაა რადგან მას სხვანაირად მოქცევა უბრალოდ არ შეუძლია მზიას უშეცდომობა ყველამ დავინახეთ და ვაღიარეთ სწორედ ახლა მძიმე განსაცდელის ჟამს ხო და ისე მოხდა რომ სამყაროს დიდი კანონზომიერების შესაბამისად ერთი კონკრეტული ადამიანი აღმოჩნდა სისტემის პირისპირ აბსოლუტური სიმართლე აღმოჩნდა აბსოლუტური ტყუილის პირისპირ აბსოლუტური სიმამაცე აღმოჩნდა აბსოლუტური სიმხდალის პირისპირ აბსოლუტური ღირსება აღმოჩნდა აბსოლუტური უღირსობის პირისპირ და ამ ხრივ რეჟიმს ნამდვილად არ გაუმართლა ბათუმის პოლიციის მაშინდელ უფროს ირაკლი დგებუაძეს დიდხანს საჯაროდ მოხდა მტკიცება როგორ გაუწითლდა ლოყა როცა მას მზია ამაღლობელმა სილა გააწდა როგორ ეტკინა ლოყა და ყური და როგორც თვითონ ამბობდა ამაში სასაცილო არაფერია რადგან შეუძლებელია სხვა სიტყვებით აღწერო ის რაც მან განიცადა ხო ეს ნამდვილად ცოდნია რომ ხალხი იცინოდა მის წუწუნზე როცა დგებუაძე მთელი ქვეყნის სამარცხვინოდ ლოყის აუტანელ ტკივილზე სასამართლო პროცესზე ყვებოდა მზია იქვე ოთახში იდგა როგორც ყოველმხრივ დაუზიანებელი მას საკუთარი ღირსება ეცვა როგორც ჯავშანი და არავინ იცოდა ამ ჯავშნის იქით რა ტკიოდა რა წყინდა რა აღელვებდა რა აწუხებდა პირადად მე სამუდამოდ დამამახსოვრდა მუსიკოს ნინო ჟვანიას მიერ ნათქვამი სიტყვები დარწმუნებული ვარ მარტო ჩვენი კი არა მზია ამაღლობელი დგებუაძის სინდისიც არისო დიახ დღეს სისტემა ამხნევებს დგებუაძეს ბათუმიდან წამოიყვანეს და მგონი დააწინაურეს კიდეც მაგრამ ნამდვილად არ ვიცი როგორი იქნება მისი მდგომარეობა თუ ერთ მართლაც მშვენიერ დღეს მზიას სინდისი დგებუაძეში გაიღვიძებს თავისი უხინჯო პატიოსნებიდან გამომდინარე მზია ამაღლობელმა უნებლად და დარწმუნებული ვარ თავისთვისაც მოულოდნელად აიღო საკუთარ თავზე ეს მისია რომ გაუტეხელობის სიმბოლოდ იქცეს იმის სიმბოლო თუ რამდენად ძლიერია სიმართლე ტყუილზე ადამიანობა არაადამიანობაზე უანგარობა ანგარებაზე ნებისყოფა უნებისყოფობაზე და რაც მთავარია საქართველოს მომავალი საქართველოს წარსულზე მზიას რომ მორალური შეცდომის დაშვება არ შეუძლია ამის დასტური იყო მისი შიმშილობაც და შიმშილობის შეწყვეტის მოტივიც პროტესტის და უსამართლობის განცდას რომ ვერ მოერია თავი გადადო და თქვა სიცოცხლეზე მეტი თავისუფლებაა გამოვიდა რომ ღირსების დასაცავად მზია იბრძოდა იმით რაც ჰქონდა საკუთარი სხეულით მაგრამ დადგა მომენტი როცა მან დაინახა რომ თავისი შიმშილობით მთელ საპროტესტო მოძრაობას ასუსტებდა 38 დღის შემდეგ მზიამ შიმშილობა შეწყვიტა და პირადად აიღო პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებაზე. სასულიერო პირების ან სხვების შეწუხება არ უკადრია. იმისთვის თუ რომ კარგად გავიაზროთ თუ რატომ შეწყვიტა შიმშილობა მზია ამაღლობელმა, აქვე გავიხსენებ მის წერილს, რომელიც 10 დღის წინ მისწერა მოშიმშილე პატიმრებს ზურაბ მენთეშაშვილს და ზურაბ ჭავჭანიძეს. მინდა რომ კიდევ ერთხელ ყურადღებით მოვისმინოთ ეს პატარა წერილი და დავინახოთ ადამიანი, რომელმაც ბოლო ერთ წელიწადში ჩვენგან ძალიან განსხვავებული ცხოვრება გაიარა და ჩემი აზრით ძალიან განსხვავებული ხედვის უნარი შეიძინა. აი რა წერია მზიას წერილში, რომლის თითოეული წინადადება მე პირადად ერთნაირად მნიშვნელოვანი მგონია. ვიცი რომ ახლა ფსიქოლოგიურად რაც გაძლებინებთ, ეგ შიმშილობაა. ეს ბრაზი, რასაც ამ შიმშილობით ებრძვით, არსად არ წავა. მე დღესაც მიჭირს მოვერიო ამ ბრაზს, მაგრამ მთავარია გადარჩე. გადარჩე, რადგან გარეთ მყოფებს უფრო უჭირთ ჩვენ გამო. გარეთ მყოფი ადამიანები მათ გვერდით გვაცხოვრებენ, რისთვისაც მადლიერი უნდა ვიყოთ.
იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ ცუდად ვართ, ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მათ ცხოვრებას კიდევ უფრო ამძიმებს. ეს ალბათ ის მომენტია, როცა მათზე მეტი უნდა ვიფიქროთ, ისედაც არავინ გვყავს ერთმანეთის გარდა. ისუნთქეთ და იცოცხლეთ მათთვის, ვინც გარეთ არის. ამით წერილი სრულდება. ბოლო 10 წლეულებში საქართველოს ჰყავდა გმირები, რომლებიც სამშობლოსთვის და ადამიანებისთვის თავს წირავდნენ. და მათ შორის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მახსენდება გიორგი ანწუხელიძე, ასევე მახსენდებიან შინდისის გმირები, გურამ გაბისკირია, გია აბესაძე, მაგრამ იმასაც ვიტყვი და არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, რომ მერაბ კოსტავას შემდეგ საქართველოს აღარ ყოლია მორალური ლიდერი. ლიდერს ჩემი აზრით გმირისგან ის განასხვავებს, რომ საკმარისი ენერგია აქვს იმისთვის, რომ კონკრეტული იდეის გარშემო ხალხი შემოკრიბოს. პირადად ვიცნობ ადამიანებს, ალბათ თქვენც იცნობთ, რომლებიც ყოველდღიურ პროტესტზე დადიან ზუსტად იმ მუხტით, რომელსაც მზია ამაღლობელის ეს ცნობილი ფრაზა ატარებს: იბრძოლეთ, სანამ გვიან არ არის. ძალიან ძვირად ღირს დღეს გონიერების და გაუტეხელობის მაგალითი იმ საზოგადოებაში, რომლის თითოეული წევრის ტვინის ამღვრევაზე და თითოეული ადამიანის გატეხაზე რეჟიმი სრულიად ღია და ძალიან უხეში მეთოდებით მუშაობს. ცნობილია, რომ გმირები უბედურ ქვეყნებს სჭირდებათ და ჰყავთ. სწორედ მზია ამაღლობელი თავისი სიმტკიცით, თავის წინააღმდეგობით და მორალური ლიდერობით აძლევს შანსს საქართველოს, რომ მომავალში მაინც აღარ დასჭირდეს გმირები და აღარ იყოს გმირების ქვეყანა ეს ჩვენი საერთო სამშობლო. დარწმუნებული ვარ, რომ თუ მზიას ბრძოლას წარმატება უწერია, ეს ნიშნავს, რომ საქართველო იქნება არა გმირების, არამედ მშრომელი და ბედნიერი ხალხის ქვეყანა. ჩვენ ხომ ისედაც ძალიან ცოტა რამ გვაბედნიერებს. ალბათ დღევანდელ გადაცემას ისეთი ვინმეც მოусმენს, ვინც გულწრფელად იფიქრებს, კი მაგრამ ამ ადამიანმა პოლიციას გაარტყა, ფაქტობრივად სახელმწიფოს გააწედა სილა და როგორ არის მორალური ლიდერი. დიახ, მეც ვფიქრობ, რომ მზიას სილა მხოლოდ დგებუაძეს არ ეკუთვნოდა. აუცილებლად ეკუთვნოდა სისტემას, რეჟიმს და შეიძლება საზოგადოების დიდ ნაწილსაც. ოღონდ სილის გაწვნა ისეთი უნდა ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა რო გააწერას თავის საყვარელ სამშობლოს. მაგალითად, მხოლოდ ორი ლექსი, ილიას ბედნიერი ერი და აკაკის ვედრება კმარა. მზიას მათ კი არ ვადარებ, მაგრამ თუ ვიკითხავთ ეს ბუმბერაზი ადამიანები რას ერჩოდნენ საქართველოს და ქართველებსო, პასუხი ჩემი აზრით ზედაპირზე დევს. უკეთურებისადმი დამონება, ღირსების დაკარგვა და ბრძოლაზე უარის თქმა იყო ილიას და აკაკის დიდი ბრაზის საგანი. მზიას ბრაზის და შიშის საგანი ზუსტად ეს არის. უბრალოდ გაგახსენებთ, რა თქვა მზია ამაღლობელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ციტატა: პატიმრობა არც ადვილი და მარტივია, მაგრამ არც საშიშია. მე პატიმრობა კი არ მაშინებს, არამედ ის, რა დამხვდება გარეთ. ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, თუ ტანკების გარეშე დაპყრობილი ქვეყანა. ციტატის დასასრული. ადრეც მithქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ დღეს სინდისის პატიმრებს, მათი ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს უჭირავთ ქვეყანა უფსკრულის პირას. მე რომ წაგიკითხეთ, მზია იმ წერილში ამბობს: გარეთ მყოფი ადამიანები მათ გვერდით გვაცხოვრებენ, რისთვისაც მადლიერი უნდა ვიყოთო. სინამდვილეში პირიქითაც არის. ციხეში გამომწყვლეული ადამიანები გვაცოცხლებენ, ანუ სულს გვიდგამენ გარეთ მყოფებს. თუ გვაქვს უნარი, რომ ეს ვაღიაროთ და ამის გამო მადლიერება ვიგრძნოთ. სინდისის პატიმრები გაუგონარ გამძლეობას რომ ავლენენ რეჟიმის პირისპირ, დარწმუნებული ვარ, მათთვის მთავარი მაგალითი, შთაგონების წყარო და მორალური ლიდერი ზუსტად მზია ამაღლობელია. არ ვიცი ვინ თქვა, მაგრამ ვიღაცას ქართული სიტყვები შეუთამაშებია და ასე ლამაზად გამოუთქვამს: მზია ამაღლობელი, დღეს ჩვენი მზეა ამაღლებული. მზია მზე, ამაღლობელი, ამაღლებული. დიახ, მზიას სახელსა და გვარში რაღაც უცნაური კანონზომიერებით უკვე დევს მისია. ეს მისიაც, რა თქმა უნდა,
მზია ამაღლობელის ფენომენის ნაწილია. დღეს ამით დაგემშვიდობებით და დაგიტოვებთ ტრადიციულ თხოვნას გამოიწეროთ ჩვენი, ანუ ზღარბის არხი. ამით დაგვეხმარებით, რომ ჩვენი გადაცემები უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს. დამიტოვეთ თქვენი მოსაზრებები მზია ამაღლობელზე, მის ფენომენზე, გნებავთ სხვა პატიმრებზე. ოღონდ დამიტოვეთ ეს თქვენი მოსაზრებები აქვე გადაცემის კომენტარების ველში. დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხართ.